ხობში ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების ბლოკი გაიხსნა. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური კვლევების განყოფილება საშუალებას იძლევა პაციენტებს კომპიუტერული კვლევები და დიაგნოსტიკა ადგილზე რეგიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდეთ. პროექტი აწარმოეს საქართველოს თანადაფინანსებით განხორციელდა. რადიოლოგიური კვლევების ბლოკის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენი კლინიკა არის ჯერჯერობით ერთადერთი და საქართველოში პირველი ამბულატორული კლინიკა, რომელიც ლაბორატორიულ კვლევებთან, ეკოსკოპიასთან ერთად აღჭურვილია ციფრული რენტგენით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით. ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მიუხედავად სწორი მენეჯმენტისა, რომ არა ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში ატარებს 2013 წლიდან მოყოლებული. თანამედროვე კლინიკის გახსნა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ელემენტარული მკურნალობისთვის თუნდაც დიაგნოსტიკის ჩასატარებლად არ მოუწევს დიდ ქალაქში და თუნდაც უცხოეთში წასვლა. ასევე ეს ერთმნიშვნელოვნად დაზოგავს ადგილობრივი რეგიონის მოსახლეობის ფინანსებს და დროს.